წერტლის უნივერსიტეტში ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის ღონისძიება მოეწყო. ღონისძიება ტრადიციულ სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში შოთა რუსთაველის ნაწარმოებიდან სტროფები, როგორც უნივერსიტეტის ლექტორ სტუდენტებმა, ასევე სკოლის მოსწავლეებმაც წაიკითხეს. საჯარო კითხვასთან ერთად მოეწყო გამოფენა. უნივერსიტეტის ეზოში კალიგრაფების ფიქრია ჭაბუკიანისა და ლეილა ბარბაქაძის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მოეწყო ფაბლაპის გამოფენაც. ეს არის ტრადიცია, ვეფხისტყაოსნის საჯაროდ კითხვა, რომელიც მაისისა და ივნისის თვეში, ანუ შუალედში ტარდება ყოველთვის აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტრადიცია, იდეა პირველ რიგში და მათ მიერ არის ეს დაფუძნებული. ამას მივესალმებით ყველა, ამას უნდა მიესალმოს ალბათ საქართველოში ყველა, რამე თუ ვეფხისტყაოსანი ეს არის ქართული ფენომენი. დღეს აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მერვედ იმართება ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა. გამომდინარე იქედან, რომ წელს უკვე 850 წელი სრულდება საიუბილეო და განსაკუთრებით მოვემზადეთ ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმები, ამონარიდები შევასრულეთ მე და მეორე კალიგრაფმა ლეილა ბარბაქაძე.